ჩვენ ახლა ვიმყოფებით წმინდა სამების მონასტერში ბულგარეთში და ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, იმიტომ რომ უკვე მესამე მონასტერია და იქით კიდე არის ერთი ფერისვალების მონასტერი, სადაც თითო ან ორი მონაზონი მოღვაწეობს. ყველაფერი არის შიგნით იდეალურად მოწყობილი იმისთვის, რომ ერთი 50 მეტიც კიდე მონაზონი იყოს ან ბერი იყოს აქ, მაგრამ სამწუხაროდ აი ესე თითქოს მიტოვებული არის ეს წმინდა ადგილები, მაშინ როდესაც არის იგრძნობა ძალიან დიდი მადლი ამ ადგილებში, მაგრამ რატომღაც აი ეს სასულიერო პირების ნაკლებობა არის, ბერების, მონაზვნების ნაკლებობა არის და თვითონ სოფიაშიც, ეხლა სადაც ჩვენ ვიყავით, იქაც ერთ სასულიერო პირს ამოდენიმე ეკლესია აბარია ხოლმე, იმდენად არ ყოფნით სასულიერო პირები. მიზეზების ძიება რომ დავიწყეთ ამუშთა რომ ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის კომუნისტური მემკვიდრეობა, რომ ესეთი დიდი ტრადიციების მქონე, სულიერი ტრადიციების მქონე ქვეყანა ესე ნაკლებობას განიცდის სასულიერო პირებისას, მაგრამ დიდი გავლენა მოუხდენია აი იმ ლიბერალურ პროპაგანდასაც, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით აი აქ ევროკავშირის ქვეყანაა ბულგარეთი და ეს ყოველივე იწევს ესეთ სავალალო მდგომარეობას. ეხლა მონაზვნებს ვესაუბრეთ და ბრძოლები აქვს უკვე თითო დარჩენილ მონაზვნებს, რომ თვითონაც ხომ არ მიატოვონ აქაურობა, იმდენად უძნელდებათ აი აქ მოღვაწეობა. მეთმა შეგვაძლებინოს, რომ ის ყოველივე რაც ჩვენ ქვეყანას მიეცა და ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უფლისაგან არის მოძებული, გაგვეფრთხილებინოს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ყოველივეს, რასაც ჩვენმა საქართველოს სამუსიკულო მართლმადიდებლო ეკლესია მიაღწია, იმ სიწმინდეს და იმ მრევლის სიმრავლეს და იმ სასულიერო პირთა სიმრავლეს, ამას ყველაფერს გაფრთხილება ჭირდება და პირიქით რაღაც დახმარება ჭირდება, გვერდში დგომა ჭირდება ჩემის აზრით, რათა ისეთი სურათი არ მივიღოთ, როგორიც აი ხა ბულგარეთში არის.